შენ თავს მიანდობ რომელიმე ინსტრუქტორს, რომ ელემენტარულად იკითხო მაინც რა გამოცდილება აქვს რა, იმიტომ რომ ეს ტიპი მე როგორც აღმოჩნდა, ტრეკის რჩევებს აძლევდა. და რომ გავიკითხეთ ტრეკზე ნამყოფი საერთოდ არ არის. არ იყო ნამყოფი. არც არ მივიღე მონაწილეობა, ხო? როგორ რაღაცაც იზახდა. გაიგოთ ყო მოსახვევში უკანა ტორმუზი უნდა იხმარო. ტრეკს მაღალ სიჩქარეს მოსახვევში უკანა ტორმუზს უნდა შეხვიდეო რა და აი ეს იმხელა იყო რა. ნუ უკანა მუხრუჭი რავის მოდი ჩვენს გავაკეთოთ. უკანა მუხრუჭი ზოგადად მოტოტრანსპორტზე დამხმარე ინსტრუმენტია და არა მთავარი რა. ხო და დამხმარე ინსტრუმენტია, ნუ როგორც უნდა ესე ჟღერდეს, ეს შეიძლება ადამიანები რომლებიც ნუ მოტოტრანსპორტ არ დადიან, ან დადიან და გონიათ რომ ესე ისწავლეს რომ უკანა მუხრუჭია მთავარი, ნუ თქვათ რომ არა, წინა მუხრუჭი ფიზიკურად დავაკვირდეთ მოტოციკლეს კაცლებით მძლავრი და დიდები არის წინა მუხრუჭები, რატომ იმიტომ მთელი წონა წინ გადადის და წინა მუხრუჭი მუშაობს. რა თქმა უნდა, მოხოვოლზე მუხრუჭის გამოყენებამ შეიძლება ჩაგუკეთოს საჭე, მაგრამ ცოდნა უნდა როგორ რა დოზით შევიყვანოთ, მაგრამ უკანა არის დამხმარე, წინა არის მთავარი, მოდი ეს გავაჟღეროთ ვინც იმიტომ რომ ტრეკზე